კარდიოს სარგებლებზე რო ვისაუბროთ, სანამ ამ გამეორებას გავაკეთებ, პირველ რიგში არის კალორიების წვა. მეორე არის, რომ მარტივად ხელმისაწვდომია, იმ გაგებით, რომ ვთქვათ, უცებ გინდა კალორიების წვა ან რაღაცა, ჩვეულებრივად გახვალ სკვერში ან ქუჩაში ირბენ, ან ისეირნებ. და ასევე გულსიცხთო სისტემაზე, როგორც თქვი, მოქმედებს ძალიან დადებითად, აძლიერებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კუნთის მასას გვაკარგვინებს და კიდე ერთი ნაწილია, რომელსაც ფიტნესში ეძახიან პლატოს და რას გულისხმობს. რაღაც ეტაპის მერე სარგებელი მოაქვს და ჩერდება ეს სარგებელი რა ორგანიზმი მაგ კარდიოს ინტენსივობაზე ადაპტირდება და უკვე ეგ აღარ მოქმედებს და რეაგირება აღარ აქვს ორგანიზმს. რაც შეეხება წონებზე ვარჯიშს, პირველ რიგში ვთქვათ, რომ კუნთის მასაზე მოქმედებს დადებითად, რაც ავტომატურად მეტაბოლიზმზე და ცხიმის წვაზეც მოქმედებს დადებითად. ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებს დადებითად, ძალაზე, გამძლეობაზე მოქმედებს ძალიან დადებითად. უარყოფით რაც შეეხება ტრავმების ალბათობა მეტია, თუ არასწორად გააკეთებ ვარჯიშებს. ასევე ის, რომ დარბაზში სიარული გჭირდება და ვთქვათ, ან დრო არ გაქვს, ან შესაძლებლობა, ეგეც არის მინუსი. ორივე ტიპს აქვს თავისი მინუსები და პლუსი. ზედმეტი არც ერთი არ გვარგა და ნუ ნაკლებობა, რა თქმა უნდა, ცხიმის სიჭარბეს იწვევს, რადგან ეხავს საუბარი. კარდიოს და ძალოვანი ვარჯიშების კომბინაცია ბევრად უფრო დადებითად მოქმედებს კუნთის ზრდაზეც და ცხიმის წვაზეც.